ტემპერატურისა და ტენიანობის საშუალო მაჩვენებლები, როგორც წესი, ფერმერებს სათესის მდგომარეობის შესახებ სრულ წარმოდგენას არ აძლევს. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს მოწყობილობა, რომელსაც სათესის მნიშვნელოვანი ნაწილის დაფარვა შეუძლია და აზომვები გაცილებით უფრო სრულად და ზუსტად სრულდება. ვცდილობდით შეგვემუშაობინა ხერხი, რომლის მეშვეობით შეიძლება სენსორების ქარით გავრცელება. ძდების ფარგლებში დრონიდან 20 მეტრის სიმაღლიდან სენსორებს ვაგდებდით, რომელიც თავის მხრივ ზომიერი ქარისას 100 მეტრის რადიუსში იფანტებოდა. თუ მეტი სიმაღლიდან და უფრო ძლიერ ქარიან ამინდში გადმოაგდებ, მაშინ გავრცელების რადიუსიც იზრდება. სენსორები ზომავს ტემპერატურას, ტენიანობას და სხვა მახასიათებელს. მეცნიერებმა ბაბუაწვერას თესლის ჰაერში გავრცელების ხერხი დაადგინეს. სენსორის სიმსუბუქით საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ მას ელემენტები არ აქვს და მზის სინათლეზე მუშაობს. მასზე ენერგიის შემგროვებელი ფოტოელემენტებია განთავსებული. ამის გამო მოწყობილობას მუშაობა მხოლოდ დღისით შეუძლია. ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ აგროწარმოებაში. ფერმერების გარდა ჩვენი მოწყობილობის გამოყენება შეგვიძლია ტყეშიც, სადაც განსაზღვრულ მონაკვეთში ტემპერატურული კვლევები არის ჩასატარებელი. მაგალითად, შეგვიძლია სენსორების მონაცემების მიღება, რა დროსაც ჯერ კიდევ ჰაერშია, მაგალითად, საჰაერო სვეტის ტემპერატურის გასაგებად. ასევე შეიძლება ინდუსტრიული სცენარის განხილვაც. მაგალითად, მოწყობილობაზე სპეციალური სენსორი განთავსდეს, რომლის მეშვეობითაც გაზის გაჟონვას აღმოვაჩენთ. მოწყობილობის ზომამ, ფუნქციონირებამ და მცირე ენერგომოხმარებამ ტექნოლოგიისთვის შეიძლება ახალი ჰორიზონტი გახსნას, გადასატანდეს სამეცნიერო მოწყობილობების დარგში. სხვათა შორის მემბრანისთვის მეცნიერებმა 75 განსხვავებული ფორმა შეიმუშავეს, რაც ციფრულ თესლებს დიდი ტერიტორიების დაფარვის აუცილებლობისას სხვადასხვა მიმართულებით და განსხვავებული მანძილით გაფანტვის საშუალებას აძლევს, რაც ასევე ზედაპირის თანაბრად დაფარვას ნიშნავს. მიუხედავად მცირე ზომისა და გარემოზე შედარებით უმნიშვნელო გავლენისა, მეცნიერები მახასიათებლებისა და ეკოლოგიურობის გაუმჯობესებაზე მუშაობენ. არსებობს ხერხები, რომელიც მოწყობილობის ბიოდაშლადი ნედლეულისაგან მომზადების საშუალებას გვაძლევს. რაც შეეხება დისკს, რომელიც ბაბუაწვერას თესლის პარაშუტს გვაგონებს, ფირისაგან ვამზადებთ, თუმცა შემდგომში შეიძლება ქაღალდის ნედლეულით ჩანაცვლდეს. ხანგრძლივადი ამ პერსპექტივაში მოწყობილობა შეიძლება სრულად ბიოდაშლადი ნედლეულისაგან დამზადდეს, იმ შემთხვევებისთვის, რა დროსაც მისგან ჩვენებებს მხოლოდ შეზღუდული დროის მონაკვეთში ავიღებთ. მოცემულ დროს მოწყობილობის წონა მხოლოდ 30 მილიგრამს შეადგენს, რაც მიიღწევა იმის ხარჯზე, რომ მისგან მონაცემები რადიოტალღების უკუ გაფანტვის მიდგომით მიიღება, რომელიც ინფორმაციის შემგროვებელი კომპიუტერიდან გადაიცემა. ანუ სიხშირეზე, ენერგიის წარმოქმნაზე, ხარჯვის ნაცვლად ციფრული თესლი მას უბრალოდ ირეკლავს. ერთი ფრენის დროს ასეთი 1000-მდე სენსორის გაფანტვა შეუძლია.